მადლობა მობრძანებისთვის. წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა მისიების ხედვას EUTHODIR-ის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით. ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვეხმიანებით EUTHO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. EUTHODIR-ის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხმედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. EUTHODIR-ის შეფასებით საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება EUTHODIR-ის წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და რიგ შემთხვევაში დაჩქარებული წესის ცვლილება, რომელიც ეჭვსაჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. წინა საარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ქართული ოცნების ფინანსური უპირატესობა. ასევე ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზე შესაძლოა ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ EUTHODIR-ის მიხედვით პროცედურულ ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალი საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეო გადაღებას, რამაც შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე. უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჭირო შეტანის უფლების შეზღუდვით, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობის გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და სრულყოფილად არ უპასუხა ფართედ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდეობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიმართ პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით. ანგარიში ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა შეკრების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ EUTHO-ს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის EUTHODIR განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას, ის აფასებს EUTHO-s წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულებას არჩევნებთან მიმართებაში, ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართულ ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი. ამ განცხადებას უერთდებით სამი სადამკვირვებლო მისია, სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კოალიცია ჩემი ხმა, რომელიც აერთიანებს 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. და ჩემი კოლეგები დაამატებენ. მოგესალმებით, მეც დავამატებ ჩვენთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ EUTHODIR-ის ანგარიში გამოქვეყნდა რაღაც ცოტა დრო დაჭირდათ მათ რომ საბოლოო ანალიზი გაეკეთებინათ იმ დარღვევების და იმ ტენდენციების რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს და ეს ანგარიში იმაზე უფრო მკაცრი არის ვიდრე შუალედური ანგარიში იყო ბევრი მიზეზების გამო, მათ შორის
აქ უკვე უფრო მეტი კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება გავიგოთ ამ ანგარიშიდან. რა თქმა უნდა, აქ შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომ პერიოდი. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ხაზგასმულია ის საკანონმდებლო ცვლილებები და ის კანონები, რომელიც მიღებული იქნა ამ პერიოდის განმავლობაში, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდზე, მათ შორის ის არათანასწორი გარემო, რომელშიც იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიები. რა თქმა უნდა, მათთვის აშკარა გახდა ის დარღვევები და ის სქემები, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკვე არჩევნების დღის განმავლობაში, ძალიან მკაცრად არის შეფასებული თვითონ ის გარემო, რაც შექმნილი იყო ამ მომრჩევლებისთვის, რომ მათ თავისუფლად არ შეეძლოთ მიეცათ ხმა და ფაქტიურად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამის გამო, მათი არჩევანის გამო მათზე გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა, მათ შორის უარყოფითი, ხომ? აქ საუბარი არის ასევე საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, მათზე უარყოფით გავლენაზე და უკვე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ მომრჩევლის ყიდვაზე და მათზე ზეწოლაზე არის საუბარი. გარდა ამისა, როგორც ნინომ აღნიშნა, ასევე საუბარი არის იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, რა ხდებოდა სასამართლოებში, რა ხდებოდა საარჩევნო კომისიებში, როგორ განიხილებოდა აქ დავები, აბსოლუტურად უარყოფითად არის შეფასებული ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ის მოვლენები, რაც მოყვა შემდეგ უკვე არჩევნებს, აქციებს და აქციების დროს პოლიციის და სხვა უწყებების ქმედებებზე არის საუბარი და ესეც არის ნეგატიურად შეფასებული. ჩვენც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას, რომ რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი კიდევ დამატებითი საფუძველი იმისა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებით არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ყველა ფაქტი ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. მადლობა. მხოლოდ ორ წინადადებით დავამატებ, მადლობა მობრძანებისთვის. რეალურად ეუთოდირმა თქვა ის, რაზეც საუბრეს, რაზეც საუბრობდა ადგილობრივი ორგანიზაციები და ეს არის, რა თქმა უნდა, კარგი, თუ შეიძლება ამას ზოგადად კარგი რაიმეს ეწოდოს ამ სიტუაციაში, მაგრამ ემთხვევა ჩვენს მიგნებებს. რეალურად ეუთოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა, ეუთოდირმა თქვა ასევე, რომ არჩევნების პროცესში ჩართულმა არც ერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია უკვე დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ეს არჩევნები იყო თუ არ იყო ლეგიტიმური. კანონმდებლობა, რომელიც არ ვარგოდა და ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთ როლს არ ასრულებდნენ. შეუძლებელია ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო ლეგიტიმური არჩევნები. მადლობა.